მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. ვისაუბროთ რა მოხდა მსოფლიოში და დავიწყოთ ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, რომელმაც საპროცენტო განაკვეთებზე არსებული დონე შეინარჩუნა, ისევე როგორც Fed-მა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც განაკვეთი არ შეცვალა და ის 2.15%-ის ფარგლებში იქნება ძირითადი განაკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ამ გადაწყვეტილებას ელოდა, ინვესტორების ყურადღება კრისტინ ლაგარდის განცხადებამ მიიპყრო, რომლის თანახმად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის და ენერგორესურსების და ენერგომატარებლების ფასების მერყეობის გამო ეკონომიკური პერსპექტივა მნიშვნელოვნად უფრო გაურკვეველი გახდა, განაცხადა კრისტინ ლაგარდმა. ამ განცხადების გამო ახლა უკვე ინვესტორები ფიქრობენ, რომ წელს ECB სავარაუდოდ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს და შესაძლოა მოხდეს. შემდეგი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ნეგატიური მოლოდინის ფონზე კი ევროზონის ეკონომიკური სურათი ამჟამად რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტორს აჩვენებს. ერთის მხრივ ინფლაციის მაჩვენებელი 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან არის დაბრუნებული, თუმცა მეორეს მხრივ გეოპოლიტიკური დაძაბულობა ქმნის რისკს, რომ მიწოდების ჯაჭვების შეფერხება ფასების ზრდის ახალი ტალღა გამოიწვიოს და შესაბამისად პანიკა ბაზარზე ამ მიმართულებით. ECB-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი შემდგომი გადაწყვეტილება ახალ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული და ბანკი ნაადრევი ოპტიმიზმის საფუძველზე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას არ აპირებს. ცხადია რა და როგორი ვითარება იქნება რეგიონში, ევროპაში და გლობალურად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ECB-ის გადაწყვეტილებაზე, ისევე როგორც Fed-ის გადაწყვეტილებაზე. პრინციპში ჯერომ პაუელს მომავალზე ეს თქო არ უსაუბრია, თუმცა კრისტინ ლაგარდმა აღნიშნა, რომ ნეგატიურია ჯერჯერობით განწყობები და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლებელია, რომ ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვნად უფრო გაურკვეველი ვითარება გამოიკვეთოს, ვიდრე დღეს არის ევროზონაში. ხო და ყველაფერი ეს დაკავშირებული არის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან, ირანის ომთან და ამ ომის განვითარებასთან და ცხადია ეს ცნობები მიდის ტრამპის ყურამდეც, რომელიც როგორც ჩანს უკვე ისრაელს მოუწოდებს იმისაგან, რომ თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმისაგან. ვიცით, რომ ჩვენ გასული კვირების განმავლობაში ისრაელმა არაერთი სერიოზული დარტყმა მიიტანა ირანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ინფრასტრუქტურაზე და მათ შორის ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც საერთოდ ყველაზე დიდი მწარმოებელია ირანული ნავთობისა, რაც წარმოადგენს ორი მიმართულებით პრობლემას. ერთი პრობლემა ცხადია ის არის, რომ თუ კი ირანი ვეღარა წარმოებს საჭირო რაოდენობით ნავთობს, ეს მოაკლდება ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნავთობი არის სანქცირებული, მას ჩინეთი მაინც ყიდულობდა და შემდეგ ჩინეთს უბრალოდ სხვა გზებით მოუწევს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ისე უფრო მეტად ზრდის ზეწოლას ნავთობის ფასზე, რაც გლობალურად, რეალურად ინფლაციის რისკებს ზრდის. ფაქტობრივად ყოველდღიურად და მეორე რისკიც არის ის, რომ ისრაელი თუ აი ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, უკვე ირანი იწყებს რეტალიაციას არა უბრალოდ ისრაელის და ამერიკის წინააღმდეგ, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ და მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ურტყამს, ამისი შემთხვევებიც იყო და ეს რეალურად კატასტროფულად დიდი რისკია, რადგანაც თუ არ ვიცი მაგალითად საუდის არაბეთის ან არაბთა გაერთიანებული საამიროების ან კატარის ან ქუვეითის ინფრასტრუქტურა დაზიანდება, ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება. თან ერთი ნიუანსი აქ ის არის, რომ როდესაც ბომბავ მაგალითად სანავთობო ქარხანას იქ არის იმისი შანსი, რომ აალება ისეთი მოხდეს, რომ შემდეგ მისი ჩაქრობა იქნეს უბრალოდ შეუძლებელი და ესეთ კადრები გვახსოვს ჩვენ ირანში, როდესაც ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტს დაარტყა ისრაელმა და შემდეგ უბრალოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იწოდა ის ობიექტი ჩაქრობას აზრი არ აქვს, ნავთობს რანაირად ჩააქრობ, ეს უბრალოდ ფიზიკურად არის შეუძლებელი და აი ამის ფონზე ამ რისკების გამო როგორც ჩანს ტრამპი მოუწოდებს ისრაელს, რომ თავი შეიკავოს ასეთი ობიექტების თავდასხმისაგან, მაგრამ ისრაელის პოზიციაც უნდა გავითვალისწინოთ, ისრაელს საერთოდ არ უნდა, რომ ირანი ფეხზე წამოდგეს და რეჟიმს ჰქონდეს თუნდაც შემოსავლის მიღების ის საშუალება, რაც არის ნავთობის გაყიდვა. თუ ესეც აღარ ექნება დარჩენილ რეჟიმს, რომელსაც ლამის ყველა ლიდერი მოუკლეს, შემდეგ უკვე მისი ძალაუფლებაში დარჩენა კიდევ უფრო მეტად სათოო იქნება, ამიტომაც გვაქვს რაღაცნაირად ინტერესთა კონფლიქტი მოკლევადიან სტაბილურობასა და გრძელვადიან მშვიდობას შორის მართლა. ხო, ნავთობის ფასებზე რომ გავაგრძელოთ, ამ შემთხვევაში
საუდის არაბეთის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ თუ დიდხანს გაგრძელდება ეს ომი და ენერგომომარაგების შეფერხება იქნება, ნავთობის ფასებმა შეიძლება რომ $180 გადააჭარბოს ბარელზე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი ფასი, რა თქმა უნდა, საუდის არაბეთისთვის უფრო მაღალი შემოსავლის მომტანი იქნება, რადგან ის ექსპორტიორი ქვეყანაა, ფასების მკვეთრი ზრდა ზოგადად შეიძლება იყოს გამომწვევი გლობალური რეცესიის და მოხმარება შეიძლება ამ ფონზე შემცირდეს. სწორედ ამას უკავშირდება საუდის არაბეთის შიშები, შეიძლება ბევრი გაყიდო და მაღალ ფასად გაყიდო, მაგრამ როდესაც რეცესია იწყება, მაშინ ნავთობი ნაკლები ჭირდება. თან ზვირიანი ნავთობი არავის უნდა წარმოება ამ ზვირიანი ნავთობით, შესაბამისად, საუდის არაბეთის ინტერესებში, რა თქმა უნდა, არ შედის. ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში უარის თქმა ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, არ არის ახლა დღის წესრიგში, თუმცა არსებული პროგნოზით, თუ მიწოდების ჯაჭვების აღდგენა აპრილის ბოლომდე ვერ მოხერხდება, საბაზარი დეფიციტის კრიტიკულ ფაზაში შეიძლება რომ შევიდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ საომარმა მოქმედებებმა უკვე გამოიწვია ჰორმუზის სრუტის დაკეტვა, ეს ვიცით, რაღაცა 20% იქ არსებული ტრანსპორტირებისა იქიდან ხდებოდა, შესაბამისად ესეც პრობლემა და გამოწვევა, კატარზე და საუდის არაბეთზე თავდასხმები ახსენე, რომელიც ასევე გამოწვევა რეგიონის ქვეყნების, რომელიც ნავთობის წარმოებლები არიან და ვიცით, რომ ბრენტის ფასი უკვე გაძვირებულია, ხო, 50%-ზე მეტად არის, ხო, $100 50%-ია 50%-ია ლამის ზრდა. ანალიტიკოსების შეფასებებიც არის $140 ნიშნულ შეიძლება გადააჭარბოს და აპრილის მეორე კვირიდან შეიძლება $150 ნიშნულზე წავიდეს ავტობის ღირებულება. ასევე ანალიტიკოსები ამბობენ, რომ $150 არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს ეგრეთ წოდებული მოთხოვნის განადგურების პროცესი. აი, რის ეშინია საუდის არაბეთს, კი ბატონო. ნუ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეიძლება მოხმარებელი გადავიდეს და წარმოება შემცირდეს, ასევე ავიამიმოსვლის შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს და შემცირება ამ პროცესში. ხო, ავიამიმოსვლა სწორად აღნიშნე და ამაზე უკვე ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელები ძალიან ღიად საუბრობენ, რომ ორი ვარიანტი რჩებათ უკვე ავიაკომპანიებს, ან უნდა მათ გააძვირონ ბილეთები, მათ შორის პოტენციალურად ის ბილეთებიც, რაც წესით ბიუჯეტურ კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვინაიდან უბრალოდ ამ ფასებით შეუძლებელია ოპერირების გაგრძელება, რადგანაც რეალურად ავიაკომპანიისათვის ყველაზე დიდი ხარჯი, რაც უნდა გცნაური იყოს, არა თვითმფრინავების მომსახურება ან აეროპორტების მომსახურება, არამედ საწვავია. და ნუ როდესაც ყველაზე დიდი ხარჯი იზრდება ფაქტობრივად 50%-ით რაღაც თვენახევის წილში, იქ უკვე ძალიან რთულია ავიაკომპანიას რაღაცნაირად აიძულო რომ ფასები შეინარჩუნოს იმ დონეზე, რა დონეზეც იყო კრიზისის დაწყებამდე. სავარაუდოდ გარდაუვალი იქნება უკვე ბილეთების გაძვირება მთელი ევროპის მასშტაბით, ამერიკაშიც ალბათ იგივე ტენდენციას ვიხილავთ ძალიან მალე. არის Ryanair-ისგან უკვე რაღაცნაირად დადასტურებული ინფორმაცია არის და ასევე Airlines for Europe არის ესეთი ალიანსი, სადაც 10-ობით კომპანიაა და უკვე ალიანსის სახელით ავრცელებენ ინფორმაციას და ამიტომაც აქ უკვე კომპანიებს სათითაოდ არც მოუწევთ ამ ინფორმაციის დადასტურება, ალიანსი ამბობს შესაბამისად ყველა წევრი დაახლოებით ამ ნაბიჯზე წავა. კატალოგებაც ხომ მოუწიათ რეალურად საჰაერო გზების, ხო, ხშირი ევროპულ ფრენებს არ მოუწია, მაგრამ საერთაშორისო ფრენებს. აღმოსავლეთში ლამის ყველა ფრენა ამიტომ შორი გზით ხორციელდება, მეტი საწვავი სჭირდება. და დაგვიანებები და მათ შორის ის ბილეთები რაც გაუქმდა, ეგ ზარალი თქმა უნდა წავიდა ავიაკომპანიების მიმართულებით და ნუ რაღაც შტორმში არიან ფაქტობრივად ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები, იქით გაუქმებული რეისები, გაუქმებული ბილეთები, რაც უკან არის დასაბრუნებელი, თავისი არსით გაძვირებული საწვავი და გაურკვევლობა, რაც ყველაზე უარესია, რადგან ახლა უკვე აღარც ტურიზმი აინტერესებს ხალხს დიდად და არც მოგზაურობა და არც საქმიანი ვიზიტები, თუნდაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. არა და პანდემიის შემდეგ მე მგონი ნორმალ რეჟიმს ახლა ძლივს რაღაც აი რეკორდულ ზონამდე მივდიოდით და ნუ აი კიდე ერთ ასე ვთქვათ გამოწვევა გამოჩნდა. პრობლემების რიგითობაში გადავწიოთ უკან, მაგრამ ნუ რეალური გამოწვევა ის რა თქმა უნდა ავიაკომპანიების და ზოგადად გლობალური ეკონომიკისთვის და ბოლოს ეს ბლოკი დავასრულოთ ინფორმაციით, რომელიც ლუკოილს უკავშირდება. ამ შემთხვევაში ლუკოილმა 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში უცხოური აქტივების დაკარგვით გამოწვეული ზარალი $18.1 მილიარდ და ანუ
1 ტრილიონ 667 მილიარდ რუბლად შეაფასა. კომპანიის გაერთიანებული დოკუმენტაციის მიხედვით Lukoil International-ის ჯგუფზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ მასში განხორციელებული ინვესტიციები სრულად ჩამოიწერა, შესაბამისად ეს ზარალი დაჯდა ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით. როგორც ირკვევა, აქტივების მასშტაბურმა დევალვაციამ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე უმძიმესი გავლენა იქონია ზოგადად ჯამში. Lukoil-ის წმინდა ზარალმა 2025 წელს შეადგინა 1,59 ტრილიონი რუბლი, დაახლოებით 11.5 მილიარდი დოლარია. შედარებისთვის უწყვეტი ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება იყო 97 მილიარდი რუბლი. 1 მილიარდი დოლარია დაახლოებით, რაც მკვეთრად ჩამორჩება 2024 წლის მონაცემებს, როცა 794 მილიარდი რუბლი იყო 2024 წელს. ვარდნა საოცარი პროცენტებში შედავით. პარალელურად განახილდა საოპერაციო მოგებაც 526 მილიარდი რუბლი შეადგინა საოპერაციო მოგება, რაც 5.7 მილიარდი დოლარი. ასევე ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების შემდეგ, როდესაც მან მოითხოვა. ეს სანქციებითაც ყველაფერი გამოწვეულია. რა თქმა უნდა, მოითხოვა Lukoil-ის მოსთხოვა სანქციებმა, რომ გაესხვისებინათ ყველა აქტივი, რომელიც რუსეთის საზღვრებს გარეთ ჰქონდათ. ბოლოს, როგორც ვიცით, ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის ინტერესი იყო Carlyle და აქტივების შესყიდვაზე ისინი ეულდებიან დასტურს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროცესს ცოტა წელავს, მაგრამ სავარაუდოდ ისინი დასტურს მიიღებენ და ეს კომპანია იყიდის გაუფასურებულ, დაბალ ფასად Lukoil-ის მნიშვნელოვან აქტივებს, კი ბატონო. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი.